აი თქვენ ერთ მომენტში ახსენეთ დედა ეკლესია. დღეს აი ხა ხშირად ისმის ხოლმე მაგალითად საქართველოს დედა ეკლესია. ჩვენი საპატრიარქო საქართველოს ეს დედა ეკლესიას რა კონტექსტში ამოგვიყვანს. დიახ, კარგი შეკითხვა. სწორედ ამ თემაზე მინდოდა გადასვლა და კარგია რომ გამახსენე. ანუ დედა ეკლესიას ისტორიული გაგებით ჩვენ უწოდებთ იერუსალიმის ეკლესიას, იმიტომ რომ მისგან წარმოვიდა როგორც წარმოვიდგინეთ თქვი საუბარში სოფლიოში ყველგან ეკლესია, არა? მაგრამ დედა ეკლესია შეიძლება ქონდეს პირობითი სახელი, უფრო ასეთი პირობითად რო უწოდოთ დედა ეკლესია, მაგალითად ჩვენს მშობლიურ ეკლესიას, ანუ სინამდვილეში დღეს უფრო უნდა თქონმე თქვან ჩემი მშობლიური ეკლესია და ახლა მშობელი დედა ასე ვთქვათ, ხო? ამდენად დედა ეკლესიას უწოდებ, მაგრამ ეკლესიოლოგიური გაგებით რო შევხედოთ, ეს შეცდომაა. რომ ადამიანმა თავის მშობლიურ ეკლესიას დედა ეკლესია უწოდეს. თუმცა დედა ეკლესია უფრო იცით რას ქვია? აი მაგალითად ერთმა ეკლესიამ დააარსა მეორე ეკლესია. ანუ მისცა მას ავტოკეფალურობა. დაუდგინა მას ასე ვთქვათ იერარქია, მაგრამ შემდეგ მათ მისცა უფლება თვითონ აირჩიონ პირველი იერარქი. თვითონ დაამზადონ, ანუ მოხარშონ როგორც ეთქვია მირონი და თვითონ აწარმოონ თავიანთი შიდა ეკლესიური ცხოვრება. იგულისხმება ადმინისტრაციული საკითხები და შიგა კანონმდებლობა ეკლესიური ცხოვრებისა და სასამართლოს ეკლესია. დიახ, და უკვე აი ამ დაარსებული ეკლესიისათვის ის ეკლესია, ვინც ის დააარსა, გამოდის დედა ეკლესია, როგორც დედა შობს შვილს. მაგრამ ეკლესიები ერთმანეთის მიმართ იწოდებიან დაეკლესიებად. ანუ დად რატომ? იმიტომ რომ ყველა ეს ადგილობრივი ეკლესია სინამდვილეში ახან ერთ ეკლესიას წარმოადგენს, მათი დედა, ასე ვთქვათ, ამ დების დედა ვინ არის? ახლა ისტორიულად თქვით იერუსალიმიდან მოდის. მაგრამ ესე იგი იერუსალიმის ეკლესია რომ დედა არის, ეკლესია დედა, რა თქმა უნდა, ჩვენი ასე შედარება წმინდა მამებისგანაც და ეკლესია ამავე დროს უფლის სხეული, ან უფალის სხეული ჩვენს მშობლად ითვლება, სულიერ აღმომშობლად, სულიერ დამბადებლად, ამდენად დედასთან, იმიტომ იგივდება ეს, ასე ვთქვათ, ეკლესიის სახე და დედა ეკლესიას ჩვენ თუ ეკლესიოლოგიური ტერმინით ვიხმართ, მაშინ დედა ეკლესია ჩვენი საქართველოსი ვთქვათ გამოდის ანტიოქიის ეკლესია და ვთქვათ კონსტანტინოპოლიდან მოხდა პირველად ჩვენთან სასულიერო იერარქიის დადგინება წმინდა ნინოს დროს, წმინდა მეფე მერიანისა და დედოფალ ნანას დროს, არა? და თუ ახლა ჩვენ ემოციური გაგებით ვიტყვით დედა ეკლესია, ეს კი შეიძლება, კი ბატონო, მაგრამ აი რა დატვირთვას ჩავდებთ ჩვენ ამაში, ამას გააჩნია. ანუ ხშირად როცა ამას უმრავლესობა ამბობს, ჩემი დედა ეკლესია ვერაცნობიერებს ას გულისხმობს ამაში. მას უნდა თქვას, რომ ჩემი მშობლიური საყვარელი დედასავით საყვარელი ეკლესია. აი ამას გულისხმობ. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მაგრამ თუ ეხლა საღვთისმეტყველო მეცნიერული ასეთი გაგებით და ეკლესიოლოგიური ესე იგი გაგებით მიუდგებით ამ საკითხს, მაშინ თქვა ჩვეულებრივად ჩვენი ეკლესია, ან მშობლიური ეკლესია, თქვა ჩემს მშობლიურ ენაზე რომ მიმდინარეობს წირვალოცვა, გალობა. მაგრამ დედა ეკლესიას რომ თქვათ არ იქნება ხო ეს რაღაც ესეთი? არა, ეს არ არის ამ შემთხვევაში შეცდომა და რაიმე ისეთი, მაგრამ იცით რა არის, როდესაც მაგალითად ჩვენ ვინც არ მივეკუთვნებით ჩვენს მშობლიურ ეკლესიას, ასე ვთქვათ, და ჩვენ გვეუბნებიან ხოლმე ჩვენ დედა ეკლესიისგან ხართ გამდგომილები, აქ დედას უმატებენ, იცით უფრო რატომ? ეს უფრო ზრდის ემოციურ ფონს. ანუ როგორც აი დედის მოღალატე შვილი არ ითვლება ხო კარგ ადამიანად. ამდენად თითქოს ჩვენ დედას უღალატეთ, რაღაც ესე ვთქვათ, გავედით დედა ეკლესიიდან და აი აქ უმატებენ ხოლმე დედა ეკლესიას უფრო. და ისედაც ახლა სხვა შემთხვევაშიც მე ვაკვირდები, როცა ვკითხულობ ან ვისმენ ამის შესახებ, რომ აი დედა ეკლესია, ჩვენი დედა ეკლესია. კი, თუ სიტყვა დედას, ესე იგი ამატებენ აი ამ სიყვარულის გასაძლიერებლად, კარგი, ამაში რა არის ცუდი პირიქით. მაგრამ უფრო აი თუ დახვეწილად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, ესე იგი, ვთქვათ, ეკლესია, ჩვენი მშობლიური ეკლესია, ქართული ეკლესია, პირობითად, იმიტომ ეკლესია შეიძლება იყოს ან ქართული, ან რუსული, ან აფრიკული, ვთქვათ, ეკლესია ერთია და ეკლესია შეიძლება იყოს საქართველოში, შეიძლება იყოს სხვა ქვეყანაში, შეიძლება არ იყოს სხვა ქვეყანაში, იყო სადღაც იყო ეკლესია და აღარ არის დღეს. ჩვენზე ადრე იყო თანაც ვთქვათ, საქართველოზე ადრე სხვა ქვეყნებში იყო და იქ აღარ არის ეკლესია, რასაც ეკლესიას უწოდებს მართლმადიდებლობა. იქ არის რელიგიური საკრებულო, ისინი თავის თავს ეკლესიას კი უწოდებენ, მაგრამ ზოგადი საღვთისმეტყველო შემეცნებით და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით, ხო? ისინი ეკლესიათ არ ითვლებიან სამწუხაროდ, მაგრამ ასეა, სამწუხარო რეალობაა. და სამწუხაროდ არ იწოდებიან კი არა, სამწუხაროდ აღარ არიან ეკლესიები და ამიტომაც აღარ იწოდებიან. ამდენად
აი ეკლესია არის რა თქმა უნდა უზურპასესი რამ და ჩვენი დედაც არის ჩვენი ასე ვთქვათ დაუსრულების ნავსაყუდერიც არის და მთელი ჩვენი ყურადღება უნდა იყოს სწორედ გადატანილი იქითკენ თუ ეკლესიაში როგორი იერარქია იქნება თუ მოვასწრებ მე თქმას ესე იგი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკლესიაში როგორი სტრუქტურა როგორი იერარქია როგორი მსახურება აბა ხალხი ამბობს რა ჩემი საქმეა რა ხდება ზემოთ რას ქვია ჩვენი საქმე ესე იგივე ახლა ხომალდზე დაждდა და თქვა რომ კაპიტანი როგორი არის რა ჩემი საქმეა კაპიტანს ჩაეძინება თუ არაო საჭის მართვის დროსო და საერთოდ საზღვაო ცოდნა გამოცდილება აქვს თუ არა რა ჩემი საქმე მე მთავარია დავიძინო ჩემთვის ვაგერო კაიუტაში რომ თქვას არა რა თქმა უნდა არ არის სწორი იმიტომ რომ აბა ჩვენ ვიყავართ და ჩვენი სხეულები აბარია მაგრამ ეკლესიის წინამძღოლებს კიდე ჩვენი სულები აბარიათ ამიტომ ჩვენ ახლა კაპიტანს კი არ უნდა ჩაუსაფრთეთ და ესეთი თქვათ კირკიტი კი არ უნდა დაუწყოთ ისეთ უმნიშვნელო საკითხებზე რაც მართლა ჩვენი საქმე არ არის და არ გვესმის ხო ამ შემთხვევაში ეს გამკითხვა გამოგვივა ჩვენ კაპიტანის მაგრამ თუ ახლა ჩვენ დავინახეთ შორიდან თვალი მოუყარეთ რომ ეს კაპიტანი აგერ ესე იგი ვაპატეთ გამოთვრა რაღაცა ისეთი რაღაცა ნარკოტიკულის გაიკეთა და მე მიუჯდა იქ იმას რა ქვია გემის ხომალდის საჭეს ასეთ შემთხვევაში განგაში უნდა ავტეხოთ че კაპიტნებს იქ ასე ვთქვათ მატროსებს თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ იერარქია რაც არის გემზე იმათ ვაცნობოთ და შემდეგ გზავრებს და ავტეხოთ ერთი ამბავი არა გავაჩენოთ კიდევაც ეს ხომალდი რაღაც ადგილზე და რაღაც მაშველებს დაუძახოთ გარედან და ასე შემდეგ დიახ აი ეს შედარება მე მგონი გასაგებია იერარქია ეს უნდა დავემორჩილოთ თუ ისინი სწორად მიყვებიან ასე საფრთხოს ჯულს მაგრამ ზოგჯერ კიდევაც გვიწევს მათი მხილება და არა ნაკითხვა რა თქმა უნდა თუ ესე იგი ისინი არასწორად მიაქანებენ ასე ვთქვათ ჩვენ საეკლესიო ხომალდს დიდი მადლობა გიორგი დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და აუცილებლად გავაგზავნოთ კიდე სხვა საკითხები და მადლობა უფალს მადლობა უფალს რა თქმა უნდა გაიხარეთ მადლობა